მე ვარ ლაშა ნინიაშვილი, ვარ პროფესიით სოციალური მუშაკი. წარმოვადგენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტს. ზოგადად პენიტენციურ სისტემაში 2016 წლიდან მუშაობ. ამჟამად მიმაგრებული ვარ ნომერ მე-5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში სოციალური მუშაკის პოზიციაზე. ვფიქრობ, ჩემი პროფესია მომირჩია მე და არა პირიქით. ზოგადად ჩემი ცხოვრების ძირითად მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. სოციალური მუშაკის პროფესია აღმოჩნდა ის საშუალება, რითაც შემეძლო მეკეთებინა საქმე, რომელიც მიყვარს და თან ამით დავხმარებოდი ადამიანებს. ჩემ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შემთხვევის მართვა და სარეაბილიტაციო პროგრამების, სერვისების მიწოდება. შემთხვევის მართვა ეს არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მრავალმხრივი საჭიროების მქონე ბენეფიციარებთან მათი რესოციალიზაცია რეაბილიტაციის მიზნით. რისკისა და საჭიროების შეფასების საშუალებით ხდება მნიშვნელოვანი ზიანის რისკის განსაზღვრა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობის დონისა და კრიმინოგენური ფაქტორების იდენტიფიცირება. ამის შემდეგ მულტიდისციპლინარული გუნდი ადგენს სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას, ბენეფიციარის საჭიროების შესაბამისად. გუნდი შედგება სოციალური მუშაკის, შემთხვევის ადმინისტრატორის, ფსიქოლოგის, სამართლებრივი რეჟიმის ოფიცრის და საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სპეციალისტისგან. გეგმა არის 6 თვიანი და მტკიცდება დირექტორის ხელმოწერით. სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ბენეფიციარის ჩართულობას შემთხვევის მართვის ყველა ეტაპზე. ინდივიდუალური გეგმა 6 თვიანია და ვადის გასვლის შემდეგ ხდება მისი გადაფასება. მე როგორც სოციალური მუშაკი, შემთხვევის მმართველი, ზედამხედველობას ვუწევ პროცესის მიმდინარეობას და ბენეფიციარისთვის დაგეგმილი აქტივობების სრულფასოვნად მიწოდებას. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აქვს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამები, რომელიც შედგენილია სპეციალურად ამ სამიზნე ჯგუფისთვის და სოციალური მუშაკი რიგ შემთხვევებში არის ამ სარეაბილიტაციო პროგრამების სერვისების მიმწოდებელიც. პენიტენციურ სისტემაში გვაქვს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამები, რომელიც სპეციალურად ამ სამიზნე ჯგუფისთვის შემუშავდა. წარმატებული შემთხვევების საილუსტრაციოდ გამოდგება ალბათ ისეთი მოკლევადიანი შედეგები, როგორიცაა ბენეფიციარის ემოციური სტაბილურობის გაუმჯობესება, ცვლილებების საჭიროების დანახვა, საკუთარი თავის უკეთ გაცნობა, თვითშეფასების ამაღლება და საომავლო გეგმების გადახალისება. ბენეფიციარები ამას ხშირად აფიქსირებენ ღიად, ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებზე. ამ წარმატების მიღწევაში ვფიქრობ, გვეხმარება ისეთი პროფესიული უნარები და თვისებები, როგორიც არის ემპათიურობა, აქტიური მოსმენა, კრიტიკული აზროვნება, მიმღებლობა, ორგანიზებულობა. ასევე ძალიან გვეხმარება ისიც, რომ მუდმივად ხდება ჩვენი პროფესიული გადამზადება, რაც უპირობოდ აისახება ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში. მახარებს ის ფაქტიც, რომ ისინი მიღებულ ცოდნას თანასაკნელებს უზიარებენ, რაც სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილე მსურველთა რაოდენობას საგრძნობლად ზრდის. სამწუხაროდ გათავისუფლების შემდეგ ბენეფიციარებისთვის ცხოვრებისეულ გამოწვევებზე თვალის მიდევნების შესაძლებლობის არ ქონის გამო რთულია მათთან გრძელვადიანი და რეალური შედეგების დანახვა. რა დაგვეხმარება კიდე? რაღაცა წავიღოთ აქედან. მიუხედავად ამისა, პირადად ჩემთვის მოკლევადიანი შედეგები მაძლევს საშუალებას ვიყო დადებითად განწყობილი და მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების მუშაობა დადებითად აისახება მათ საომავლო ცხოვრებაზე.